მანდამაც ლაპარაკის ხასიათზე არა, უბრალოდ ერთი საინტერესო რაღაცა წავაწყდი შემთხვევით და ამიტომ ეს რა ქვია ვიდა გავაზიარო უცებ რა, იქნებ რავი მე საინტერესებს მაგრამ მოგეთ არის ერთი წიგნი აგერ არის ვკითხულობ რაღაც ნაწილს რა ეს არის ინგლისური წიგნი აგერ ეს როგორ გამოჩნდება არ ვიცი ოკეი მოცა ხოდა მაქსიმე ახსარებელზეა დაწერილი 2017-ში გამოვიდა რაღაცა ამერიკაშია გამოსული ბართოლომეუსის წარუმატებელი არის წიგნი დაწერილი მაქსიმე ახსარებელთან დროის კონცეფტის შესახებ. ნუ ცხადია შეისწავლის ნუ საერთოდ ქრისტიანობა აღმოცენდა ბერძნულ რომაულ წიაღში, ხო? და მთელი ფილოსოფია როგორც არ უნდა ველაპარაკოთ არის ბერძნულ რომაული რა და იმ პერიოდში როცა მაქსიმე მოღვაწეობს ბერძნულის სკოლები ახალი დაკეტილია ჯერ ეს იუსტინიანე და ჯერ კიდევ არიან ცოცხალი ფილოსოფოსები წარმართი ფილოსოფოსები თვითონ მაქსიმე ამბობს რომ მოწაფე იყო ვინმე სტოიკოსის არა ქრისტიანის მისგანი მოწაფე როგორ მისგანი სწავლა ვერი რამ ხო და პირადად იცნობდა რა მოკლედ და მოწაფამას ხო და იქ არის ერთი ციტატა ამ დროზე რო ლაპარაკობს იქ ნუ სამი ტიპის დროა ძირითადად რა მამების თეოლოგიაში ხო და იქ არის ერთი აი მაგალითად ეს წიგნი ასკუნის რომ მაქსიმე არ არის თანამიმდევრული ერთი რომელიღაცა დროის სამი ტერმინია ეს არის ჩვეულებრივი დრო არის ეონი საუკუნის რო ეძახი ჩვენ და არის აიდიოტიტა რომელიც შესატყვისი არ აქვს ქართველებს და არც არავის არც ეთენაში ნუ ძირითადად მარადიულობა რა ვთქვა რა მაგრამ ბერძნულად არის აიდიოტი და აიდიოტის ქართულად და ეონა კი ხრონოს რა მე ხრონოსში არის რაღაცა ნინ არის კეროს რომელიც ქართულად არ აქვს ზოგადში საერთოდ ჟამი იყო დრო არც არსებობს ხო და აქ წავაწყდი ერთ რაღაცას ესე იგი იქ არის ერთ-ერთი ფრაზა გამოყენებული თალასედან თალასეს კითხებს უსვავს მაქსიმეს და მაქსიმე პასუხობს და ეს ედიშერმა რომ მაქსიმეზე დაწერა პირველ ტომში თარგმნობს ვთქვათ პირველ ტომში აქვს ეს თალასესი ეს არის გვერდი 254-22 კითხვა იქნამ ერთი წინადადება უნდა რეალურად იმოქმედა რა იმოქმედებს რა სრულად განხრდობას იმათში რომლებიც ღირსნი არიან ვინაიდან აქ არის ლაპარაკი რა სრულად განხრდობას ესე იგი ეს ციტატა უნდა იმას რომ მე სრულად განხრდობილებს აერთებს მათ თავის აიდიოტიტაში ესე იგი თავის მარადიულობაში გადაყავს ესე იგი ადამიანები ხდებიან ქმნილები მაგრამ უდასაწყისო და უბოლოები რა ეს ღმერთის მარადიულობაში გადადიან რა ესე იგი აღემატებიან ანგელოს და ეონსაც კი ესეთი რაღაცა ეონში რაღაც პროცესი მიდის მაგრამ ეს არ არის ესე ვთქვათ დროითი და შეიძლება ვთქვათ თანამიმდევრობითიც არ არის ეს ადრეს მელაპარაკია მაგაზე და ამიტომ აღარ გავჩერდები ხო მაგაზე ხო და აქ ნუ ერთი წინადადების გამო უნდა ძალიანად მაგრამ ნუ მე ხა გადავიკითხე მაინც და ამიტომ ამაზე ხა არ გავჩერდები მაგრამ არის ერთი მომენტი რა რომ უცნაურად არის ესე იგი ამოს ეგეთ რაღაცას რა ხედიშერი ისე თარგმნის რომ ისი წაკითხო კი არა ხუჯერ წაკითხვა მიწევს ხოლმე ზოგჯერ რომ გავიგო რას ამოს ედიშერი და ზოგჯერ რომ არ მქონდეს მაგ თვითონვე რომ არ მოგხავდეს ხოლმე რაღაც ბერძნული სიტყვები შესატყვისად ხო მე შეიძლება ვერს გამოვიდა დედა შენი მოვიდა
მოვიდა ჯუჯუ მოვიდა ხო შეიძლება ვერც გამიგო ხოლმე მაგრამ ნუ ეს გრანდიოზული რაღაცა გააკეთე დიჩი მე არ ვიცი პროსტა რა არ უფასდება ადამიანში რომ რა ალბათ ეგეთ ადამიანებს ვერასდროს ვერ უფასდებათ შრომა თუმცა რა ვიცი დაიწყებს მას ეგეთი კითხვა არ ეგეთი თუ ეხლა უკვე გაგვტებული ვართო თუ ყველაფერი ღმერთმა ეხლა თავის იმდრე ეხლა გამოგვიჩინაო მომავალში აღა იქნებაო თავად დიშერსაც აქ ხო გახსოვთ ხო ხატებას და მსგავსებაზე რო წელს რომ ჩვენ ნათლობაში მსგავსებას ვიღებთო რა თუმცა აქ ორინაირი ვარიანტია ხატება მსგავსების განიხილავენ არისტოტელურად და განიხილავენ ორი შემთხვევაში არისტოტელურად განიხილავენ მაგრამ ერთხელ არის მოდიფიცირებული არისტოტელის ცნება ესე იგი პოტენციიდან მოქმედებაში გადასვლა ესე იგი ენერგიაში გადასვლა ძალიდან მოქმედებაში გადასვლა და როგორც მაგალითად მუხის რკოში პოტენციურად არის მუხა და თუ მუხა აღმოცენდება უკვე ის უკვე არის ესე იგი მოქმედებაში იზრდება ჯერ და ნუ ბოლო დღეს რომ მიაღწევს აი ზღვარი მოქმედებიდან დასასრულში გადასვლის არ არსებობს სიკვდილის ზღვარი ეს დროითი ზღვარი არ არსებობს ამას ვერც ლოგიკა და ვერც ფიზიკა და ვერავინ ვერ აკეთებს ძალიან მიყვარს ეს ისე დრა და ძალიან მაგარი გიტარისტი ეს და ხო და აქ არის ერთი მომენტია ნუ და ერთი ისე თარგმნოს რომ მან რომელმაც მხოლოდ ნების წამიერებით დააფუძნა მთელი შესაქმნის ხილს და ხილავის წარმოქმნა ეს წამიერება რომ ავიკითხე ხო მეთქი ეს წამიერება რაც ხარჯდება კარგად რა და ბერძნულად ყოფილა როპი არის მიხრა რა წამის მიხრა ხო და წამი არის წამწამი ეხლა ჩვენ წამის ყოფა ეგ წამწამით რა ეს წამწამებია რა მერე გახდა წამი ესე გამოიყენეს ქართველებმა რა აი წამწამი რო ძალიან სწრაფია რო ხამხამე ეს ნიშნავს რეალურად ხამხამს და როპი კიდე მიხრას ნიშნავს ესე იგი ოდნავ დახლი წამწამს რა და ედი შეიძლება თარგმნა ეს წამიერებითად 1466 წამიერებითად თარგმნა მაგრამ აქ თვითონ მე მოყავს აი მის მეცნიერება ეს რომ ამდენად καταμόνεντου θελήματος την ροπήν. Εγγλίσουσι τάρκμαρια momentum აქიდან აიყო შერმა. He will parallel seura inclination, inclinация, მიხრა. აი პრაგმატულად ყოფილა inclinация. Ну, ეხლა მე ფრანგული არ ვიცი, მაგრამ inclination ინგლისურად incline ხომ ტრეკასნიშ. და ბერძნულად ყოფილა წამით. და ეს წამით გამოიყენა დიშერმა და ჩადომაში აი მომენტი. ესე იგი ინგლისური მომენტი და გელათული წამი შემარგებლო წამით არის ჩემი აზრით აი წამწამის მიხრა. ესე იგი ძალიან პატარა მიხრით, ესე იგი რომ ძალსაც რო დახარჯოს, წამუყო გვაქვს წამუყო, ესე იგი მოუხმან, ანიშნო რა თვალით რო ანიშნო. ქართულში იყო ეგეთი განზრახვა. ხო, მერე ზეკეთილი განზრახვა არაა გაკეთებული ედიშერს არ მყავს. მერე აქ შემოგა ადამიანი გამختარი როგორც ეს უცხის თავად, ხოლო ამავე დროს აი ეს არ მგონია ეს ამავე დროს სწორად ბერძნულში ყოფილიყო დროის ტერმინი ამავე დროს იმავე დროს ამასთან ერთად იქნებოდა ალბათ ბერძნულში მგონია სინამა ალბათ რა არ ვიცი ბერძნული ტექსტი არ აქვს თავად შეერთებით ღმერთი გახდა ადამიანი რის გამოც ცხადია ბრძნულად გაყო მან საუკუნეები აი ბრძნულად გაყო რა ვთქვი რომ საუკუნეები ბრძნულად გაყო ხო საუკუნეები და განსხვავდა მათ ერთი ნაწილი თავის იეონა ხო 1471 აქ ცოტა
აი ყოლეთ ნახე que Diorisos tus men energia tu αυτό ხარა აქ არა აქვს თლიანად მოყვანილი გამკერძო მასივით და აქ ედიშერს ცოტა არ იყოს ესე იგი ტერმინები აქვს ძალიან აქ ფიქრობ რომ ედიშერმა უბრალოდ რომ კიდევ მეტად არ გადაეტვირთა ტექსტი და ისედაც მაქსიმე ისე ძნელად გასაგებია ედიშერს უწევს მისი თარგმნა და ესე იგი ძნელი ტექსტი ძნელი გასაგები ტექსტის და აზრით ვერ გადაჭედილი და დახუნძული ტექსტის რომლის გარჩევაც უჭირთ თანამედროვე მეცნიერებსაც კი და ძველადაც იმიტომაც იქნა დავიწყებული მაქსიმე და 100 წლის წინ გაახსენდათ მაქსიმე იქ არის ერთი წიგნი რომელიც ამას ლაპარაკობს მხოლოდ 100 წელი აი ეს წიგნი არის სადაც წიგნი აი ეგერ არის გამოსული კიდე აი ხა გამოვიდა ეს ავიკითხები შევამთავრე ესე იგი მაქსიმე აღსარებელის სიყვარულის თავები არის ახალ ბერძნულად თარგმნილი ესე იგი ძველ ბერძნული ტექსტი აქეთ არის ახალ ბერძნული ტექსტი აქეთ არის და ამას გამოცემს ვატოპედის მონასტერი რომელსაც ყავს ესეთი გამოვიდა 24 წელს ახალი წიგნი საბერძნეთში ჩავამეტანეს ესე იგი გიორგი მანცარიდისი ერთ-ერთი ძლიერი თეოლოგი არის და ვისაც ჩემი ფუნდამენტალიზმი წაკითხული გაქვთ ის ძირითადად მანცარიდისზე არის რა მანცარიდის ტექსტი გამოვიყენე უკვე როდის წერდნენ ესე იგი ნიკოლას ლუდოვიკოსი ამ წიგნის ავტორია დანჩევს არ ვიცნობ და არის აი ტიხონის უნივერსიტეტის პროფესორი არის ვიღაცა როდიონოვი ოლეგ როდიონოვი პანეპზე ტიხონოს მოსკოვი და აი ვამბობთ რომ შიოზე რომ ვამბობთ რომ არ მიუღია და ტიხონში აქვს მიღებული განათლება და ეს აგერ ვატოპედის რაც არის ხო აი ეს ეგნე გამოვიდა და პირველი არის შესავალი თვითონ ამ ლუდოვიკოსის ცოლის თარგმანელი პაპატერ ლუდოვიკოს არის ნიკოლაუს ლუდოვიკოს ერთ-ერთი დიდი თეოლოგია რა ეხა ესე ითვლება საბერძნეთში და მისი ესე იგი ძველბერძნული და ახალბერძნულად თარგმნა მისმა მეუღლემ და თვითონ დავარდო წინა სიტყვა და ეს წინა სიტყვა არის დაწერილი არ ვიცი წინა სიტყვა დაწერილი არ ვიცი იქ წერილს ახალს დაწერილი არის რაღაცის სირას ქრისტიანს გრამატიას ქრისტოსის ერგო ხო მოგეთ ეს ინგლისურად არის მოგეთ ეს რაღაცას ოქსფორდის dogmatic theology-ში უნდა გამოქვეყნდეს the Orthodox handbook of Orthodox dogmatic theology რომელიც უნდა გამოვიდეს ჯერ გამოსულა საინტერესო იქნება ეს აი მაქს ოქსფორდი და ეს წიგნი ალბათ აღჭირდებათ ქართულებსაც რომ აი რომ დოგმატიკა და რომ ვიძახით დოგმატიკა აი აქ იქნება დოგმატიკა მომცული რა ოქსფორდში და აი ამისთვის დოდომიკო მაქსიმეზე დაწერა რაღაცა და ინგლისურად და მე ნუ თან ბერძნულადაც დაუწერია და ეხა აი აქ არის ამ წიგნში მაგალითად ზატო დავწყო მოკეთ ეს წიგნი არსებობს რა და აი ამ წიგნში მაგალითად ლაპარაკია ხო ერთ-ერთ თავში ხა გეტყვით ამას ერთ-ერთ თავში მაგალითად ერთ-ერთი თავი ამისი არის ესე ეთქვია იევხარისტია კი კატენერგიან ეთიკი ეს არის მოქმედების მიხედვით ეთიკა მოქმედებული ეთიკა ალბათ უფრო მეტად ესე ითარგმნება ენერგია მონტოლოგია ნუ ესე იგი სულ არსებობს რა ესე იგი რაღაც გაყინული ეთიკა კი არ არის რაღაც ნორმებია არამედ ეს არის ზნე ცხოვრების წესი სხვადასხვა ზნე ბერძნულად სვანურად არნიშნავს ზნე ნიშნავს ჩვევას სვანურად ზნეობა კიდე ქართულად გვაქვს ჩვენ ეთიკის პონჩი ხო ეთიკური ადამიანია მორალური ადამიანია ზნეობრივი ადამიანი ხო და ზნე კიდე ნიშნავს მეგობრებო ჩვევას სვანურად რა ნუ ქართულად ზნე რაღაცის ხასიათით და როგორ მაგრამ ზნე ნიშნავს ჩვევას და სწორედ მაქსიმესთან ჩვევასაა გადამწყვეტი მნიშვნელობა რა ზნეს ესე იგი ჩვევასაა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ხო აი აქ და
სვანური სიტყვა ზნე ძალიან რომელიც მე ხასიათად ჩამოგიყალიბდება ეს კარგად ჩაჯდა რა ზნეობასთან აი ახ მაგალითად კიკაზე გამოსცემდა და მე გადაინგე ევქარისტია კი ესე იგი ევქარისტიული ლიტურგიული რა ევქარისტიული ლიტურგიული ანთროპოლოგია მე ჩემ დისერტაციას ეგრე ქვია ეს რატო არის ხმა მაღლა ხო და ნუ მოკლედ ეს თავის დროს არის ხო და ბრძანად გაყომა საუგოს განსხვავება ერთნაირად თავის კაცის სამოქმედოდ იმიტომ რომ თვითონვე აქ მე მოყვანილი ეს ძალიან რთული გადასათარგმნი ფრაზა და აი თვითონ მოყავს ედიშერს აქ მაგალითად აი ამ ხელა სკოლიოს რთავს აი ეს იბერძნული ყველა ენა მოყავს განსაზღვრა მათი ერთი ნაწილი თავის კაცს ქმნის სამოქმედოდ ხოლო მეორე ნაწილი ადამიანის ღმერთს ქმნის სამოქმედოდ ბერძნულში არის კიდე ორი სისტემის მეტეპა ენერგია აი და გასაგებია სამოქმედოდ აი ამას ამ თარგმანს ამის თარგმანს ძალიან დიდი ხა ამ დრო არა მაქვს მე რა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ თარგმნის მაგალითად გელათი რა და გელათი ამას თარგმნის ბერძნულს რა ხა ბერძნულად წავკითხე რა მნიშვნელობა აქვს თან ხო აი ძველ ბერძნულად მაგრამ აი ეს არის ედიშერის კეთილსინდისიერება მეცნიერული რომ აი რაღაცა თარგმნა რომელიც სხვანაირად შეიძლება ითარგმნოს ან რაღაცა იქ ტერმინი გაჩვენებს მოკლედ რა კი არ გიმალოს რომ შეიძლება მისი თარგმანი არც მოგეწონოს რა მოკლედ რა ეს ძალიან კაია გელათის თარგმანში ეს ნაწილი თარგმნილია განმკერძოებელმა ესე იგი ვინც გაყო რა დააშორიშა კერძო არის დღეს ქართულად რო გაქ რა კერძო სახლი და რაღაცა არის კერძო ადამიანს რო ეხება საერთოდ გაკერძოება ნიშნავს ესე იგი ცალკე განაცალკევა ხო ბოდიში ცალკე განაცალკევა მაგრამ როგორ არის ცალკე არის მეორესთან რო კავშირში არ არის ეს ცალკე დგას რა ხო არ არის ცალკე კერძო არის კერძო არის რომ შეიძლება აი ჩემი კერძო ჩემი წილი რა განაწილა აი აი რა წილი იქნება ხო ესე იგი რასაც იქ წერს დიორისას ნუ ხა ბერძნოს მოყავს სხვა არის დიერისას იქნება და დიერო იქნება ალბათ ბერძნულად განკერძოებელმა სიბრძნით ცხად არს ვითარმე საუკუნეთამან და განსაზღვრელმან რომელთამე უკვე მოქმედებისა მიმართ კაც ქმნისა მისისა ხოლო რომელთამე მოქმედებისა მიმართ კაცისა ღმერთყოფისაისა აი აქ ღმერთყოფა არის და ბერძნულში ორი განსხვავებული სიტყვა ერთგან არის იანეთი ანთროპოს იქნას იანეთი გახდეს ადამიანი კაც ქმნის მაგრამ ქნა უფრო ჯობია იმიტომ და კაც ხო გენესთან უფრო ქნად არის უნდა იყოს ჩემი აზრით რა და კაც ქმნის აი ეგრეა გელათშიც ხო ქნა უნდა იყოს იმიტომ იანესის აქვს შობისას და კეთების მნიშვნელობა და ამას ყველაფერს ნიშნავს ქნა რა ქნა შობა ქნა გააკეთა რა თუზდე ენერგია თვითონ ანთროპონ პიისე უკვე ნიშნავს გაკეთებას ესე იგი იანეთი იქმნას გახდეს ადამიანი ავტონ გახდეს ადამიანი გახდე უფრო იქნება და მეორე იქნება უფრო პიისე ქნას გააკეთოს ან აკარი მყოფელმა ეს ღმერთ ყოფისაისა ხო მოქმედების კაცისა ღმერთ ყოფისაისა ყოფა არ არის ამ შემთხვევაში პიისე არის ნუ გელათოშიც თუნდაც ისე არ არის როგორც მე ვისურვებდი რა მოკლედ ეს რატომ მოიყვანა ზუსტად აღარ მახსოვს ხო აკედიშერი ხო იმიტომ რომ ხო ეპენერგიან ამას მნიშვნელობა აქ ლაპარაკი ეპენერგიან მენ ეპენერგია და იქაც ეპენერგია არის მოქმედებაზე მოქმედებისკენ მოქმედებასაზე ესე იგი კაცი ქმნის სამოქმედოდ კი არ ქმნის მომავალ სამოქმედოდ ეპენე იმისათვის
ენერგიაზე, ესე იგი სულ როგორც მაგელაც აქ ნაზარგნი აქ არის მოქმედების მიმართ, ხო, ეპი არის მიმართ იქნებოდა პროს მაშინ. ხო, ნუ ესეც გაუჭირდა გელაცაც რა მოკეთ ამისით არ უნდა და ედიშერსაც პროს ენერგია არის, ეს არის ეპ ენერგია, ესე იგი ენერგიაშთვის კი არ ხდება რომ მუდამ მოქმედებდეს რა. ამოქმედდეს კი არა. იმოქმედოს მუდამ იმოქმედოს იქნება, ამოქმედდეს კი არა იმოქმედოს, ამოქმედოთ რა. ნუ სამოქმედოთ ნიშნავს მოქმედებისათვის უფრო ვიტყოდი ამ შემთხვევაში. სამოქმედოთ რო აი მომავალში რო სამოქმედო. ხო, მაგრამ რა შეხა, აზე დავიწყე და თუ ლაბარაკი აზე არ უნდა ლაბარაკი. მოგეთ, ლაბარაკი არის შემდეგ გრძელდება, რომ ეს დრო ორად გაყორო, მოკლედ მაქსიმი ამბობს, პირველ დროში არის რომ ღმერთი, ესე იგი ეს ღმერთი სიტყვა უნდა განკაცებულიყო, ესე იგი გამხდარიყო ადამიანი და მეორეში ადამიანი უნდა გაეხადა ღმერთად. აქ ძალიან არ არის დროს ესე იგი სხვანაირად უყურეთ, არ ყოფს ამ დროს რეალურად რა. დიორისას იყენებს მე ეს სიტყვას. დიორისას არის განსაზღვრა, იყო საზღვარი უნდა შეინარჩუნოთ. ესე იგი საზღვარი რა, რომ განსაზღვრას, იგი მოსაზღვრა, შეიძლება განსაზღვრა თუ წერი ადიშეს. მე აქ ვიტყოდი მოსაზღვრას რა. უბრალოდ განსაზღვრა არის დიორისას, დიო განსნიშნავს რა, გადის გამოდის ნიშნავს რა და დილთე, ესე იგი გადავიდა, დილთე, წიაღ გადავიდა, რაღაცაზე გადავიდა რა, დი მაგას ნიშნავს და ესე იგი გამოდის, რომ დი მაგას ნიშნავს და გამოდის, რომ ნუ განსაზღვრა, მაგრამ ქართულად განსაზღვრება უკვე გახდა ოროს. კი, ოროსია ბერძნულად, დიორისეს. მაგრამ დიორო ნიშნავს განსაზღვრავ და ოროს ნიშნავს დი აღარ აქვს და იმასაც განსაზღვრებად ებათი გვაქვს. ეს განსაზღვრება და ცნება კი არა, რაღაცის განმარტება კი არ არის. არამედ ეს არის აი მართლა საზღვარს რო დაუვდებ რა. მაგრამ რაღაცას რომ მოსაზღვრავ, ესე იგი ხო ეზო მოსაზღვრას ვიტყვით, ხო აი ამ შემთხვევაში მოსაზღვრო უფრო სწორი იქნება რა. გასაგებად ახლანდელი ქართველისთვის, მაგრამ ტერმინოლოგიურად განსაზღვრება, უფრო ზუსტი თარგმანი განსაზღვრება, მაგრამ ამ ქართულში სხვა კონოტაციები შეიძინა რა. ეხლა ძველ ქართულ ახალ ქართულამდე შეიცვალა რაღაცები და ამ ძველ ქართულად რო ვკითხულობთ, ან ედიშერს რო ვკითხულობთ, იმ ძველ სიტყვებს ახლებურად ვკითხულობთ რა, როგორც ახლობაში არის და განსხვავება არის ხოლმე რა. ნუ ნიუანსური მაინც აი ხა აქ რომ არის ნიუანსური განსაზღვრება. ხო, აქ უბრალოდ გაგებითი განსაზღვრა ნიუანსიც აღარ არის დარწმუნებული ვარ განსაზღვრას სხვანაირად გებულობენ ახალ ქართველებიც ამას კითხულობს. ძველ ქართულში არის განაკერძოვა, ესე იგი კი არ გამოყო განაწესა რა. წესი დადო და მე კაგრას ის ოროსიც კარგად ჯდება დიორუსას. კარგად. ოკეი, რაც არის რა. დიერისას და დიორუსას, ხო და ოკეი, და წავიდეთ ახლა. ხო, რა ხდება? მოგეთ, კვეთაში, მეგობრებო, არის ესეთი რაღაცა, რომ კვეთა იმ სახით, რომელიც სახითაც ახლა ჩვენ გვაქვს, წირვაში და რომელსაც ჩვენ უწოდებთ კვეთას, ბერძნულად ქვია პროთესი. პროთესი არის წინადაგება რა, წინაგება. წინოდადება, პროთესი, რაღაცა წინ, რაღაცა და პროთესი. პროტასიც შეიძლება კიდევ იყოს, აი რაღაცა წინადადებას რომ მისცემ რა, წინადაგებას ნიშნავს. წინადადება რაღაცა თქვა, წინდება. წინდებულსაც ვამბობ ქართულში. აი აგაც იმდენად ქართული ამოწურულია დაკავებულია. წინდებულის სხვა რაღაცა. ხო, გრამატიკაში რაღაცა. მოგეთ წინებად. აქ ედიშერი თარგმნის სიტყვა წინა განზრახვა. მე ცოტა არ იყოს წინა განზრახვა და აგორ გადამაინტერესა სიტყვა წინა განზრახვა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყურში მოხვდა. და აქ არის პროთესი. ხა წინა განზრახვა არის რაღაცას რო განესაზღვრო და პროთესი არის წინ რო დაადებ. ესე იგი, წეღა რო გითხარით ევქარისტიულ ჭრილში განიხილავს მეთქეს ლუდოვიკოსი. კლიად მაქსიმოს რა და მის ეთიკას და მის ყველაფერს
აი აქ ედიშერის ადრე შემჩნეული მაგ აი ეს ევქარისტიული ტერმინოლოგია რაც არის აი მაქსიმესთან და აშკარად აი ამ წიგნში ჩდება ეს და კიდე ერთ წიგნია მაქსიმეს მეტაფიზიკოს ნორვეგიელის დაწერილია და იმ წიგნში ლაპარაკობს რომ საბოლოო ჯამში ეს ევქარისტიული ეს მთელი სამყარო არის ევქარისტია რა ასე ვთქვათ ესე იგებს ისიც ამბობს რომ გააკვირდ და აქ მთლიანად აი შესწავლების დოგმატიკაში დაიდება ახლა ოქსფორდში მთლიანად აი ამ ევქარისტიურ განზომილებას აძლევს სამყაროს რაც მე-20 საუკუნის 21 საუკუნის მასწავლებელი თეოლოგიისთვის დამახასიათებელია ნუ მე ვიძახი საუნივერსიტეტო საუნივერსიტეტო თეოლოგიის ყველა ეს პროცესს წინა განსხვავებით თარგმნის იმიტომ რომ თესი შეიძლება იყოს თესი მართლა არის დადება რაღაცის აი თესი სინთეზი ხო არ მე თეზა ანტითეზა და სინთეზი ხო არის ეს ჰეგელშიც არის ხო თეზა თესის ანტითესის სინთეზის თეზა რაღაცა დადე მოიტანე რაღაცა თემა დადო მოიტანოს აი რასაიდან მოიტანე ხა ეგ რომ ხო ბრინკა ეს ინგლისური ტერმინია მაგრამ მოდი დადე რაღაცას რომ დადებ რაღაცას რომ განსაზღვრო და განსაზღვრებას დაუდებ აი ეს არის თესი მე არის ანტითესი არსებობს რაღაცა და არ არსებობს ხო ეს არის თესი რაღაცა არსებობს არსებობა და არსებობს და არ არსებობა ხო არის რაღაცა და არაფერი მე აი ეს რაღაცა რომ არაფერში გადავა აქედან რა გამოვა ხო ეს არის მე უკვე შეიძლება გეკნება მოგე რაც არის რა თესი ანტესი და აი თესი აი ამ გაგებით რა არის ხა ღმერთის თესი აი ღმერთის პირველი გაგება პირველი არგუმენტი რა პირველი ეს არის ლოგოსი ხო ეს არის განზრახვა აი ღმერთის განზრახვა ეს არის ზრახვა აი ღმერთის რაღაც ზრახვა კარგი სიტყვა არ ვიცი ხედი შეეცხოვნა ზრახვა ძალიან გამოსაყენებელი სიტყვა და ზრახვა ნიშნავს განზრახვას ეს არის როგორც ზრახვაზე ნებასთან დაკავშირებულიც არის და ზრახვა არის დაძრახა ადამიანი რო ვიცი ზრახვა არის დაკავშირებული სიტყვასთან. ეს არის ნებისა და სიტყვის ერთიანობა. რაღაცნაირად და აი ეს ნებისა და სიტყვის ერთიანობა არის ზუსტად მაქსიმესთვის ლოგოსი სიტყვათ რო თარგმნით რა ჩვენ. ამიტომ აი აქ ლოგოსი არ გაარითავხედა ედიშება და არ ჩადო წინა ლოგოსა გააჩენა ხო წინა თქვა რაღაც არაფერი წინა განსხვავებით ძალიან მოკლედ ის უფრო ინტუიციურად მგონია რომ ედიშება გააკეთა მაგრამ რაც გააკეთა სწორად გააკეთა უბრალოდ ის გამო ის ვერ ის დაიკარგა რომ პროცესი კვეთას ნიშნავს ეხა უყურეთ მაგრამ მაშინ მაქსიმეს დროს კვეთა არ იყო როგორც ასეთი ცალკე გამოყოფილი რიტუალი. აი ხა თუ იაკობის ჟამისებას ჩაატარებთ, საქართველოში არ ატარებენ, მაგრამ ის საერთოდ ზოგადად ტარდება ხოლმე, როგორ რუსეთშიც კი ატარებენ რა და იქ ნახავთ, რომ კვეთა მზადდება არა ტაძრის შიგნით, არამედ გაიჩვენა ანჩის ხაჩის, რა ხა კი გადაფარეს ყველაფერი, მაგრამ ანჩის ხაჩი სანამ ამ ფსევდოკანკელს გააკეთეთ, რაც ანჩის ხაჩის ეკლესიას არ უნდა კვეთა იყო გვერდზე ოთახში ხდებოდა რა საერთოდ. ეგრე აკეთებდი ბუნებრივად ეგრე გამოდიოდა. დროე ადგილი არც იყო. რატომ? იმიტომ ანჩიხაზე რო აშენდა მაშინ კვეთა საერთოდ ტარდებოდა სტოაში რა. გარეთ. და იქიდან შემოქონდა. და ამას აკეთებენ ეხაც რო აიყოთ იაკობის ჟამისი რა სტექაროსნებს მოაქვთ. დიდი შესulis მომენტი რო ეხლა გდელო გამოძე ისევ შედის. ესე ნუ რაღაც სხვა მომენტი იყო ეს ჯერ ეპისკოპოსი შევიდოდა დიდი შესulia ეს იყო ეპისკოპოსი შევიდოდა რა ჯერ და მე ბავშვები მოუტანდნენ ძღოლს ეს ხა უშესულად გაკეთდა ხა ეს თუმცა ეპისკოპოსი მაინც ერთხელ შედი თუ დაკრუებული ხარ ეპისკოპოსი შედის სახარების დროს და მე მოაქვთ მასთან მე ბუდელები გამოდიან და მოაქვთ მასთან ძღვენი მაინც ერთხელ შედის ეპისკოპოსი ბუდელი რავი რამდენჯერ შედის ხოდა ადრე როგორ იყო ბუდელი თუ ეპისკოპოსი არ იყო და ბუდელი სახურავდა და ბუდელი შედიოდა ერთხელ
და მე ბავშვებს მოკვდათ ეხაც დიაკვანს უნდა მოკვდა. საერთოდ დიაკვანი ატარებდა კვეთას ქართული მე-13 საუკუნის ვასილი დიდის წირვაში. ეს მე-13 საუკუნეშიც კი ჯერ ქართველები დიაკვნები ატარებდნენ კვეთას. მოდელი მე ლოცვას კითხულობდა კვეთაზე, რომელიც აღებულია იაკოვის ჟამის წირვიდან. ესე იგი იაკოვი ოქროპირის წირვას და ბაზილიცია საერთოდ არ ქონდათ ამ პერიოდში რა ეს. და ეხლა თვითონ მაქსიმე იერუსალემთანაც ჰქონდა კავშირი, სოფრონის მეგობარი იყო და რომთანაც რა, ეხლა რომთან საერთოდ სხვანაირი ლიტურგია ტარდებოდა. მაქსიმეს დროინდელი ლიტურგია აღდგენილი აქ ერთ ამერიკელს, არაფერი დიდი განსხვავება მისტაგოგის მიხედვით აღდგენილი, ეხლა აქ არა მაქვს ხელს არა მაქვს, მაგრამ ადვილი მოსაძებნია ზარდა. მაგრამ კვეთა არ იყო. მაგრამ ახლა რა ხდება და რაღაცა კვეთას მე ცოტა ისე უყურებდი ხოლმე. კვეთა რა ხდება? ნახეთ როგორ არის კვეთის თავი სიმბოლიზმი დღეს და მერეც გაგებული არის, ნახეთ როგორ არის გაგებული. კვეთას დროს ის რაც დაფარულია, ესე იგი ის რაც წინა პრინციპში ეს შემასაც აქვს. ეს წინა სამყაროში არის რა, ესე იგი მარადიულობაში შემზადებული საიდუმლოა, უკვე მომხდარია რა. და ესე იგი გახდება ღმერთის რაღაცა უკვე ჩადებულია ყველაფერში, ადამიანის წოდვაც ისიც რაღაცა და აკვირდით იქ შეგოგ სახელები ეხა ადრე სახელებს კითხულობდა ეპისკოპოსი აი თქვენ რო გალობთ ღირსარს და მართალს კი არა ღვთისმშობელს რო გარობთ რა წირვაზე ღირსარს ძირთად ღირსარს წია ხოლმე აი მაგ დროს ეპისკოპოსი კითხულობდა საერთოდ ღირსარსი არ იყო მაგ მონოფიზიტებმა შემოიტანეს მაგ ღირსარს მაგრამ ეხა ვერ დატოვეს ნეოქალკოდონი დღეს ახლა ჩვენ ქალკედონს ვიჩენ ქალკედონი მიიჩნეოდა ნესტორიანულ კრებად და აი ის მე ჩვენ როგორც აღვიქოთ დღეს ქალკედონს ეს არის მაგას უკვე ნეოქალკოდონელებს უწოდებენ ადრე ეგრე არა ეხლა მეცნიერებაში რო გაარკვევენ იმიტომ ეს ნესტორია იმ ქალკედონის კრებას ბუნებრივი განვითარება ეს ნეოქალკედონელებმა ნეოქალკოდონელებმა გაითვალისწინეს ის გაურკვეველ და ბუნდოვანებები რაც იყო ქალკედონის დრო მაგას მოყვარე მონოფიზიტობა და მაგას მოყვარე საერთოდ ესეც რა ქვია იმ ქალკედონის გაურკვევლობას მოყვა შემდეგ ეს ხატმებრძოლობა რომელიც მონოფიზიტებთან არ იყო ეს ჩვენ დამახასიათებელი ეს მართლმადიდებლების ხატმებრძოლობა ხო და პროცესო ჩვენ წიაღში აღმოცენდა და ორი საუკუნეა მაგრამ ანდრე კრიტელის რო დღეს ლოცვას კითხოთ ეგეც ის იყო რა ქვია ხატმებრძოლი იყო მაგრამ მე ეკლესია ყველა მიიღო და ძალიან კარგად გადაწყდა ეს საკითხი სააღოლ მალადეც ეკლესიას ხო და აქ რა ხდება უკვე წარმოიდგინეთ ესე იგი კვეთა ესე თავის დაფარებით და რაღაცეებით აღ მე-13 საუკუნეშიც კი ჯერ ბოლომდე არის ჩამოყალიბდა ბოლო ჩამოყალიბდება ეს მე-15 საუკუნეში ისაც ჩვენ ვაკეთებთ მე-15 საუკუნის მანამდე პროცესი მიდიოდა განვითარების მე-15 საუკუნეში დავასრულეთ მაინც მიდის განვითარება თავისებური მაგალითად შემოვიდა ეპისკოპოსის უკანალზე კოცნის რიტუალი რომელიც მე-20 საუკუნის არის აი ეპისკოპოსს რომ მიდია და ბეჭდზე რო კოცნია და მე დაიხარეს და ეხა რიტუალი გახდა და მღვდლები დაეწყობიან ესე უკნიდან მიდიან ზურგი დგას ეპისკოპოსი და მიდიან და წელზე კოცნიან და რაღაცა სიმახინჯე აბსოლუტური საკურთხეველში ხდება თქვენ ვერ ხედავთ ეს გასაუქმებელი ეს ახალია ახლა ბერძნებთანაც არის და იმასთანაც და ეხა რიტუალური ამერიკაში რიტუალური ხასიათი მიიღო ჩვენ საქართველოს რიტუალური მიღებული არ არის მე მგონი შეიძლება არის უკვე ჩემ დროს არ იყო მაგრამ სპონტანურად სპონჩი ხდებოდა მაგრამ მაინც ხდებოდა მაგრამ ეხა უკვე რიტუალური ის აქვს და მაგალითად ეპისკოპოსი ერთი თხოვს რომ უკვე ბეჭდზე და რამეზე კი არა და ომოფორზე აკოცონ ჯვარზე რა ეს ამან ცოტა იმიტომ რომ ბევრი ხო იცით ეს პასხალი მღვდლები რომ არიან რაღაცა იხრებიან ძალიან და ის ზოგჯერ სანახავად გამოდის რომ რაღაც ისეც გადახრილ ეპისკოპოს უკნიდან მიადგება ვიღაცა ხვდელი და ისის გადაიხრება და რაღაც არის ხეს რატო ზურგიდან კოცნის დედავადი რა პუნქტია ეს არ ყოფილა ეგეც გავსი რიტუალი მართლმადიდებლობაში და არსად საერთოდ ეგეთი რიტუალი მარტო არ დაიდარდოშია ფილმში რა ისიც არ აჩვენეს ბოლომდე აი მე რა ცაის ღარი საყურებელია
აი კიდე რიტუალად არის ქცეული და უგუნურების და პათხალიმობის გამო. მოიშალოს ეს არავენაირად გამოსწორდეს რა. მოვიდნენ წინიდან და ბეჭზე აკოცონ მანდა მაინც. გვერდიდან მაინც მივიდნენ. საქართველოში პრინციპში გვერდიდან იყო ჩემ დროს. გვერდიდან მივდიოდ უკვე არ მივდიოდ პატრიარქს მივდიოდ და ბეჭზე ვკოცნიდით პატრიარქს. მარჯვენა ხელზე რა, რომელთაც ის კვეთდა და ჩვენ სახელებს წარმოვაობა ეგეთი რომ სახელს თხოვ რა მოიხსენოს და ის მოიხსენებს და მე მადლიერების ნიშნად იმ მარჯვენას კოცნი საიდანაც აი მადლი მივიდა იმ შენ საყვარელ ადამიანებზე ვისაც იხსენებ და მადლიერების გქონდა ბეჭზე კოცნა ბეჭზე კოცნა ეს ქართული წესიც არის და ყველა წესიც არის ხა სახეზე კოცნა ბეჭზე კოცნა ესე იგი მადლობი სახეზე იმ დროს ვერ აკოცე ხო ძალიან ის მე აი უკან და ხა უკანაზე კოცნის რიტუალად ჩამოყალიბე და პათხალიმობის გამო. ხო და აქ არის ესე იგი აქ იყოფა, ესე იგი ლიტურგია იყოფა ჩვენთან ძირითადად ორ ნაწილად. ხო ეს არის კვეთა, პროფესი, რასაც ქვია ბერძნულად, ქართულად ქვია კვეთა. და იმ დროს კვეთა მიდის ესე იგი ქართველებისთვის ჯერ კიდევ არ არის ეს თეოლოგია, ძველი სიტყვა ესა კვეთა, სადაც მინდა აქ მოკვეთავენ ესე იგი ოთხივეს, განკვეთავენ და გაალამაზებენ და ეს მოიტან. ხო და აი ამ კვეთას მერე ამ კვეთის მე 28 წუთიანი რეკლამა რა ამბავია ჩი. აი ხმას დავართმე მაინც. ხო და ესე იგი ის YouTube-ი მაგრამ ჩართული. ხო და ესე იგი როგორ არის ნახეთ როგორ არის მე სულ მაინტერესებდა აი სპონტანურად აღმოჩნდა ეს კვეთა და ნუ მე ხა ეპისკოპოსები გადაეხმა არ თუ მღვდელი ეპისკოპოსის კვეთას და იქ ჩამოყალიბდა მე ეს უკანალზე კოცნა რაც გითხარი კოლო ასპაზმოს ვეძახი ბერძნულად და კოლონოსკოპია ხო არის ასპაზმო კოცნა არის რა კოლონოსკოპია ესე კოლონოსკოპია ნეგებს უკანალში ჩახედავს კოლოს არის ბათმ ნუ ჩვენ საჯუდოს რო ვეძახ და ეს კოპია ეს კოპოს არის შეხედვა რა კოლონოსკოპია ბოდიში თუ არა ეს პირდაპირ ქართულად ვიდეო ტრაქში ხედვას ნიშნავს ყველაში ხო და ამ შემთხვევაში ასპაზმოს კოცნას და კოლო ასპაზმოს ძალიან ცუდი რიტუალია მახინჯია და უნდა არც ისტორია აქვს არაფერი არ აქვს და ეს უნდა განულდეს ეგ და საერთოდ ეპისკოპოსი უნდა დაუბრუნდეს და თუ სახელების მოხსენება უნდა მოიხსენოს იმ დროს როდესაც იხსენიებდნენ დიპტიხები რომ არის იმ პერიოდში. ხო, აი აქ არის ესე იგი გაყოფილი არის ესეთი მომენტი რომ გაყოფილი არის ეგეთი მომენტი რომ ესე იგი ამ დროს საერთოდ არ ყვეთ როცა მაქსიმე წერს, მაგრამ ნახეთ როგორ აკეთებს ესე როგორც წირვაში როგორც არის ესე იგი მოცემული ეს წირვაში როგორც არის მოცემული ესე გვაქვს ჯერ დაფარული საღვთო განგებულება მაგრამ ამ საღვთო განგებულებაში უკვე ისტორიაც მოხვედრილი ამიტომ იხსენებთ წმინდანებს ვიღაცებს ხო ესე იგი იქ უკვე ღმერთის მარად ღმერთთა წინასწარ ყველა იცის და დაბადებამდე იცის სახელი მათი და ყველაფერი იცი წირვაში წვამობთ მაგლოცებს ბასილეთის წირვაში ვამბობთ თუ არ ვწდები მაგლოცებს იციო წინასწარ რაღაცებიო ბასილის არ არის დაწერილი ეგლოცები წირვას თავდავანებოთ ეს ნაწილი მოხსენებითი ნაწილი კიდე ცალკე ნაწარმოებია ხო და იქ ამბობთ მაგას რომ ესე იგი იქ ღმერთმა იცის და ჩვენც შევყავს ვიღაცა და ღმერთის წინასწარ მარადიულობაში მაგრამ ის ჩვენთვის დაფარულია ჩვენ მაგას ჯერ ვერ მონაწილეობთ პიროვნულად გაიგე მაგრამ ის უკვე არის და ის ჩვენ გვეხება და მეტიც ჩვენ როგორც ღდელი იმიტომ რომ ღდელმა მოგცა ჩვენ ღმერთმა მოგცა ეს საბუდო თავისი მადლი რეალურად იმიტომ რომ ჩვენ ხარ ვაკეთებთ მაგრამ ჩვენ რაღაცას მონაწილეობთ მაგრამ ღმერთი აკეთებს ხო ჯამიერს მოქმედება თუფლისა ვილაპარაკეთ ამაზე ხო კეროსანი და აი ამ დროს მოდის ამ დროს ჯამიერს მსახურება თუფლისა ძველ ქართულად არის და ისე ახალბერძნულად არის ღმერთის ქმნის მომენტია ესეთი ესე ქართულად უნდა ეს ღმერთმა იმოქმედოს იმის მომენტი დადგა ესე ღმერთი მოქმედებს მაგრამ ეს ლოცვა ოკეი და ეს წირვის უშუალოდ წირვის წინ იწყება მაგრამ ეს იმდენად ძველია ეს ნათქვამი რომ ესე იგი ამ ჩვენ შემთხვევაში მასაც შეეხება რა მოკლედ ღმერთი ამოქმედდეს უკვე ჩვენთან მიმართ კაი ჩავთვალოთ ესე მაგრამ თვითონ წირვაში უკვე ესე იგი
ჩვენი საფრთხო მადლით უკვე შესული ვართ წინარე მარადიულობაში და მონაწილეობთ აი ღმერთის მიერ პროცესი. ესე იგი ღმერთმა ჩვენ მოგვიძღვნა ეს რეალურად. გამაგებია ღმერთი თავის თავს უძღვნის და ჩვენ გვიძღვნის. გვთავაზობს ამას. და მე ჩვენ ამას უკან მიუძღვნით. ეს ამაზე წერს ახლა ლუდოვიკოსის და ესეც არის და მეც მიწერია დისერტაციაში. ღმერთი გვაძლევს და მე ჩვენ ვაძლევთ. მე ამას მამარდაშვილის ფილოსოფიას უკავშირებ პრუსტთან რომ აქვს ლექციები იმასთან აკავშირებით. ჩემ პირველ ბერძნულ ენაში მიწერია სამაგისტროში. ხო და იქ ესე იგი ნახეთ როგორ არის ეს განცდა რომ ეს ყველაფერი რასაც მე ლიტურგიაში ვაკეთებ ეს უკვე წინას არ გამზადებულია და დროში გაშლა მაგრამ დროში ნახე როგორ იშლება დრო ორად გაყო ღმერთმა რა საუკუნე გაყო ორად რა და კიდევ ვაფშე ახალი განმარტება შემოაქვს დროის მაქსიმუმს და ეს ორად გაყოფილობა ეს ერთმანეთთან გაშორებული კი არა ეს როგორც ღმერთის იპოსტაში არის შეერთებული როგორც კარგად არის განკერძოება თუ წერია ნემად რა ქვია მას რა ქვია წინასწარ განისაზღვრენ წერია ხო სიმძიმ რომ წინასწარ განაცხადა მის სამოქმედო ჩვენზე მოიწოდოს ხორცი და ხორცი არა თავის შეერთებული განხილვა გაცხადია ბრძულად გაყო წერია ბერძნულ ხო დიერესი აშკარად იმო წინა გელათულში არის განაკერძოა ხო განაკერძოა კიდევ როგორ არის იცი განკერძოება ნიშნავს რომ პიროვნება მიიღო გაუნაწილა ვიღაცას რა განაწილა კი არა გაუნაწილაც გამოდის ამ შემთხვევაში განაწილა იქნება მაგრამ წილს რო დადებ იტყვის რაღაცის წილია ნაწილიც კი არა უბრალოდ წილი არის ვიღაცას რაღაცა ეკუთვნის და საერთოდ წილი და ეგეთი სიტყვები რო იწოდეთ ეხლა ქართულში გადავედი მაგრამ წილი ქართულად ბედი ხვედრი მაგას ნიშნავს happiness მაგას ნიშნავს სუჯბა ხო სუჯბა სუდბა ბერძნულში სუდ ვიღაცას რაღაცა რომ მიეკუთვნება გაუნაწილდება ეგ არის იმარმენი მირა ბერძნულად მირა განაწილება მიერაზე გაყოფას ნიშნავს მაგრამ მირა არის სწორედ შენი ის რაც შენ გერგო ჩემი ხვედრი არის ეს რო იცახ ის რაც შენ გერგო შენი წილი რაც არის და როცა იტყვის აქ რა სიტყვა აქ გამოყენებული გააჩნია DRS-ით როგორც ჩანს გელთუ როგორც ჩანს ეს მიერაზე დიამიერაზე შეიძლება იყოს დიერი იქნება ალბათ უფრო ბერძნულად დიამიერაზე არ მგონია იყო დიამიერაზე გაუნაწილას ნიშნავს ნუ ბევრს ნიშნავს რა ბევრის ხმარეში მრავლობით შეხსენა ხო და როცა ბევრი არის მრავლობით ისაც ხო და დაანაწილა რაღაცა გაანაწილა გაყო ხო და ესე იგი რაღაცნაირად გაყო ბედად დაგვიდო რა რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ჩვენ ხვედრწილა და ეს უკვე ქართულიდან შემოვიდა რაღაცა ეს ბერძნულში არ მგონია ხო არ მაგ ბერძნული აქვს თორემ ნახავთ ხო და ესე იგი როგორ გამოდის ესე იგი კვეთა რომ არის ეს ის საიდუმლო რომელიც მაქსიმოს აქ წერია რომ ღმერთმა ორად გაანაწილა დრო ერთი არის დრო ესე შემზადება სამყაროსი მიღმიერი წინა სამყაროში ამზადა და მოვიდა როგორც მაქსიმე გამარტავს მოვიდა გამის განკაცებამდე რაცა შემოვიდა სამყაროში მაგრამ ეს არის ერთი მთლიანობა გესმით და მეორე მთლიანობა არის უკვე ადამიანი როგორ შეპიროვნულად მიიღებს ამას ეს არის უკვე ჩვენი მეორე ნაწილი ლიტურგიის როდესაც ვწყვეტ კურთხევას მეუფება ესე იგი კვეთა და ეს მეორე ნაწილი ერთი მთლიანობაში მოიაზრებოდა ძველ ლიტურგიაში მაგრამ მაქსიმემ უკვე თეოლოგიურად ეს რო გაყო შემდეგ ამის მიერ ლამის 10 5 6 საუკუნის 7 საუკუნის განმავლობაში
აი ეს ინტუიციური ცოდნა რაც ეკლესიაში არ მგონია ეს მაქსიმუმის გამოიყენებინა და ეს ტექსტი საერთოდ არავის არ აღარაზოს გამოყენებული კვეთის განმარტებისას, ესე იგი ეს საერთოდ დაფარული იყო უბრალოდ ინტუიციად მართლმადიდებლობაში მართლა იყო ეს განცდა რომ ეს არის რაღაცა საიდუმლო რომელიც რეალურად იყოფა ორ ნაწილად ერთი საიდუმლო რომელიც ღმერთმა განსაზღვრა თავისით გააკეთა და აი მეორე არის ჩვენ რომ ამაში ყვებულობთ მონაწილე რა თქმა უნდა ერთი საიდუმლო უბრალოდ განაწილებულია ორ ნაწილად მაგრამ იმ პირველ ნაწილშიც მაგ მე ჩემი აი ამ სამღვდელო და ლიტურგით მონაწილეობი მაშინ აი გესმენთ და ის მეორე ნაწილი თავისთავად რა თქმა უნდა ამაში მონაწილეობს და საბოლოოდ მაქსიმი ამბობს რომ ღმერთი აუყვას თავის მარადიულობაში აი დიოს რო ამას აი დიოტიტას რო ესე იგი დაუსაბო მოხდებით პირდაპირ ამბობს მაქსიმი დაუსაბო ღმერთი შეღარ დაუსაბო ამას გეტყვის ნებისმიერი ელეზდევისაც მე არ მე მასთან მაგ წაკითხულებ იმასთან რა ქვია ჰაკცლის და მე ჩემ პირველი წიგნით მოვჭო 2018 წელს და არ გამოვეცი იქ ერთი თავი მთლიანად მაგას ეძღვნება ეს ქიმიური პრეპარატებით როგორ ხდება ეს ხდების ჩატარება და რა ხდება LSD-სთან დაკავშირებით და მე კალენთან დაკავშირებით და რა კვლევები არსებობს და როგორ არის ეს დაკავშირებული მისტიკასთან და რაღაცა მთელი უზარმაზარი თავი მაგას დაწერილი სხვა ლიტერატურის მოხმობით და იქ არის რა ექსტაზი რომ მოხდება და მე პოეტით შეიძლება მოყავის დალებითაც შეიძლება მოხდე ამბობენ მაგალითად ის მიშელი რო მიშელ უელბეკი რო აღწერს ექსტაზებს განსაკუთრებით კუნძულის საიდუმლოებაში რო აღწერს რა იმ ექსტაზი ახალგაზრდა გოგოსთან რომ აი ესეთი სექსუალური ეროტიული ექსტაზის დროს აქ და მაქსიმის საბოლოო ჯამში ეროსი მოყავს იმად იმის ყველაზე კარგი აღწერად რაც რეალურად გაფრთხობისას ხდება ადამიანში ესე იგი ეს ეროტიული როდესაც იდრო და ჟამი იკარგება და როდესაც ყველაფერი ერთიანი ხდება და ყველაფერი დასაწყისის და ბოლო ძვერდება ერთმანეთს. აი ამ სამართლოსოც აღწერს მაქსიმე ამბობს რომ ჩვენ შევდივართ დრობაში და აი ამ წიგს წელა რო გითხარით რომელსაც კითხულობდა საიდანაც ეხა ეს დავიწყე ეს შიო მაგ აიპოდზე დაყენებული ეს ტახტზე რო დაჯდა რა და იმიტომ რომ აი ესეთი სევდიანი სახე რომ აქვს ბიჭო აუ მიყდება რომ უყურებ რა ჩემი ეცოდება თო ამისთან აუიმე რა უნდა გინდოდეს ადამიანს თო ის აუჩი და მე ეცოდება რა ამხელა რაღაცა თვითი აი ღვთისწინაშე ზის ალბათ იქ და ის განცდა რომ რა ტახტზე ზის ხო წმინდანი ნოები და მთელი ამბები და უცებ შენ ზიხარ მანდ რა ამ ტახტზე და რა გელოდება მომავალს და ღმერთს ევედრება ალბათ დარწმუნებული ღმერთს თხოვს მაგ მომენტში რომ დახმარებას რა. ოღონდ განცდა აქ და შემეცო. ხო აი ეს სიგნი რო გითხარით, აი ციგის ავტორი ამბობს, რომ მაქსიმე საერთოდ თანამიმდევრული არ არის თავის დროის გაგებაში უნაო. მე ვერ ვეთანხმები მაგაში, ძალიან თანამიმდევრულია. უბრალოდ ძალიან ძნელია მაგის გაგება. მე მინდოდა 5 წუთი არა ყოფილიყო 1 საათი ალბათ, რა თქმა უნდა ენერგიას დავხარჯე.